ჩვენი საქმიანობა ხარს უჭერს ერთის მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედია საშუალებების განვითარებას, ასაც ვაკეთებთ სხვა ტიპის ტრენინგებით, ვაკეთებთ ორგანიზაციული განვითარების აქტივობებით. თუმცა ამავე დროს სიდა ბოლო 2 წელი აქტიურად საქმიანობს დევნილთა და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს კონკრეტული ინდივიდებისათვის უკეთესი გარემოს შექმნის შესაძლებლობის. ეს არის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში. ეს გახლავთ მექანიზატორთა ჯგუფების მხარდაჭერა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სიდამ ბოლო დროს საფუძველი ჩაუყარა ქვემო ქართლის სამცხე-ჯავახეთში ფაქტობრივად ახალ ქსელურ საქმიანობას, რომელშიც ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციები, მედია საშუალებები და რომლის მიზანიც არის ის, რომ გააქტიურდეს რეგიონული ძალისხმევა ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის მედია ჯგუფი ერთადერთი ქსელური მედია ორგანიზაციაა რეგიონში, რომელიც ქვემო ქართლის 8 რაიონის ჟურნალისტს აერთიანებს. ჩვენ ვიძიებთ ინფორმაციებს რაიონებიდან, ვათავსებთ საინფორმაციო სააგენტო რეგინფოზე, რომელიც ასევე მედია ჯგუფის შექმნილია და ვავრცელებთ საზოგადოებაში. ასევე ჩვენ მუშაობთ ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომელსაც ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვახორციელებთ. მართავთ საარჩევნო პერიოდში ბრიფინგებსა და კონფერენციებს, რომელიც საზოგადოებას ეხმარება ინფორმაციის მიღებაში. იმ ინფორმაციის მიღებაში, რომლის ნაკლებობაც წლების განმავლობაში რეგიონში იგრძნობოდა. ქვემო ქართლის მედია ჯგუფი ინფორმაციის საშუალების ძირითადი წყაროა რეგიონის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ მათთვის.